მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბაჩო ახალაძე, რომელიც წარმოადგენს კოალიცია ცვლილებისთვის რაიონულ ლიდერს ჩოხატაურიდან. მოგესალმებით ბატონო ბაჩო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემოყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის და დროის გამონახვისთვის. საუბარს დავიწყებთ მარკო რუბიოს განცხადებით, გუშინდელი განცხადებით. როგორ თვლით და როგორ აფასებთ ამ განცხადებას? რამდენად დროული იყო და როგორი განცხადება? ეს არის მკაცრი ტონი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუ პირიქით პოზიციების შერბილება და თანამშრომლობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა? მოკლედ მარკო რუბიოს განცხადება კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთში არსებული კრიტიკული დამოკიდებულება არ შეცვლილა თქვენი ქვეყნისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სათხოვნას გამოხატავს დიალოგისა და ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის, სახელმწიფო მდივნის სიტყვებში აშკარად იკითხება, რომ ვაშინგტონის დღევანდელ პოლიტიკურ კურსს პრობლემა დაღიქვამს და მის შეცვლას ელოდება. განსაკუთრებით საყურადღებოდ მიმაჩნია ის გარემოება, რომ რუბიო პირდაპირ საუბრობს ტრაექტორიის სრულებაზე, აუცილებლობაზე, დიპლომატიურ ენაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი საგარეო და შიდა პოლიტიკური მიმართულება დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოა და გამომდინარე აქედან ხელისუფლება უნდა მიიღოს მკაფიო გადაწყვეტილებები, რომ ჩვენ არ დავშორდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სამომავლოდ და უნდა იყოს მკაფიოდ ხელისუფლებისგან. თქვენი აზრით, ქართული ოცნების პასუხი რა იქნება, ან რა პოზიციას დაიჭერს ამ შემთხვევაში? როგორც წესი, ჩვენ ქართული ოცნებისგან არაერთი განცხადება მოგვისმენია, რომ ეს არის მხოლოდ რაღაცა კომუნიკაციის პრობლემის ნაკლებობა, ასე შემდეგ რეალობაში და გაправება ქართული ოცნების მხრიდან მსგავსი განცხადებების, თუმცა ეს განცხადება მიმაჩნია, რომ რაც განცხადებები გაკეთებულა, ყველაზე მეტად საყურადღებოა. რუბიო საუბრობს, რომ ტრაექტორიის შეცვლაზე ქართული ოცნების მხრიდან. რამდენად იქნება ეს, თქვათ, თქვენი აზრით? ესე იგი, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ტრაექტორია ნამდვილად იცვლება და ამას არა მარტო ამ ქვეყანაში ცხოვრები ადამიანები სასახად გადავენ, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც უკვე ცალსახად საუბრობენ ტრაექტორიის ცვლილებაზე და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ძირეული და საფუძვლიანი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნელა ვდებით ცივილიზებულ სამყაროს. თქვათ, ახლა ადგილობრივ საკითხებზე რო გადავიდეთ, ანუ ისევ აქტუალურზე და მნიშვნელოვანზე, ნიკა მელიას ბოლოდროინდელი განცხადება და საპირწონეთ მიშა სააკაშვილის პასუხი. ანუ ასე საჯაროდ დაპირისპირება ორი პოლიტიკოსის მხრიდან, რამდენად მიგაჩნიათ სწორად და რამდენად არის ეს დამაზიანებელი, ვთქვათ, პოლიტიკური ერთობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური ერთობისთვის. რაც შეეხება სააკაშვილის და მელიას განცხადების დაპირისპირებას ამ განცხადებებით, უკვე მოგეხსენებათ, კოალიცია ცვლილების ერთ-ერთი ლიდერი კანონო პატიმრობაშია, რამდენიმე წლის განმავლობაში და მისგან მე არ მახსენდება ერთი თუნდაც წერილი ამ დრომდე, რომელიც ვინმეს ეგრეთ წოდებულად გააშავებდა ან რაღაცა ოპოზიციური ერთობის გახლიჩისკენ იქნებოდა მიდრეკილი. თუმცა ჩვენ სამწუხაროდ არაერთი წერილი გამოქვეყნდა ბატონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მხრიდან და ბოლოდროინდელ წერილებში ცალსახად ხაზგასმით ის რაღაცა არაერთ ყადრებელ რამეს კადრობს ნიკა მელიას მისამართით და ვფიქრობ, რომ
ნიკამელიას მხრიდან აუცილებელი იყო, რომ ამ შაულ პიასაც მისი მიმართულებით ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის ლიდერის აი მიზანმიმართული განზრახვა იყო თქვენი აზრით ეს მიშა სააკაშვილის მხრიდან თუ უბრალოდ რაღაცა როგორ ფიქრობთ, რამდენად დააზიანებს ეს პოლიტიკურ პროცესს ოპოზიციასთან მიმართებაში? ერთი მხრივ შეიძლება დაზიანდეს მსგავსი შიდა პოლიტიკური კინკლაობით პოლიტიკური პროცესი ზოგადად, მაგრამ აუცილებელი არის ერთხელ და სამუდამოდ მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე და ამ სიმართლე არსად არ იმალება და შესაბამისად ყველამ კარგად იცის ნიკამელიას პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამ მდგომარეობამ რა მდგომარეობაშიც დღეს მიხეილ სააკაშვილმა თავი გაიხადა რომ თითქოს და ნიკამელია დამნაშავეა იქ მის ჩამოსვლაში, ხალხის დაშლაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო მტკნარი სიცრუე და გამომდინარე იქიდან რომ ნიკამელიას მხრიდან ადეკვატურად და ძალიან სწრაფად გაეცა პასუხები ამ ყველაფერს, ვფიქრობ რომ მოსახლეობისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ სიმართლე იცოდეს ამომრჩეველმა. და ეს პოლიტიკურ პროცესს უფრო წაადგება თქვენი აზრით? თუ კამათი თქვა შიგნით შეიძლებოდა პოლიტიკურ პროცესი აუცილებელია მიმდინარეობდეს მართალი ადამიანების ერთობლიობით და სიმართლე ამ შემთხვევაში ცალსახად უნდა თქმულიყო გამომდინარე აქედან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია სიმართლე. გამომდინარე ამ გარემოებიდან ეს უნდა წაადგეს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პროცესი არ შეიძლება მიმდინარეობდეს. მაშინ ამ განცხადებით თქვა თქვენ ემიჯნებით მიშა სააკაშვილის პარტიას და შესაბამისად სათუო დგება გაერთიანების არსებობა თუ როგორ გავიგოთ? ცალსახად ემიჯნებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ერთობლივ ანუ ზოგად კონტექსტში რაცა იმ მიმართულებით ემიჯნებით რა მიმართულებითაც ის კონკრეტულად ნიკამელიასთან მიმართებაში აკეთებს განცხადებებს რომელსაც საფუძველი არ გააჩნია და აი ამ თვალსაზრისით ვფიქრობ ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მიხეილ სააკაშვილს მართებს უფრო მეტად ადეკვატურად რეალობის აღქმა რომ ეს ოპოზიციური ერთობა არ იყოს მხოლოდ ხახალზე თავად ნაციონალურ მოძრაობას რა პოზიცია უკავია ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა რამდენად ჰქონდათ ამაზე მსჯელობა მე ვერ გეტყვით ნაციონალურ მოძრაობის რასაც ჩვენ იმ თვალსაზრისით რომ თქვენ ერთობის წარმომადგენლები ხართ ამ კონტექსტში ვკითხულობ ნუ ცხადია ნაციონალური მოძრაობა ეთანხმება ჩემ და სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს ნიკამელიას მისამართით, რაც ჩემთვის და მაშინ ეს ერთობისთვის დამაზიანებელია თუ არა, ამას ვკითხულობ. თუ ეს ასე გაგრძელდება, რასაკვირველია დამაზიანებელი ხდება მუდმივ რეჟიმში, ისეთი რაღაცების წერა და მის ფერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნება და შემდეგ ამ ყველაფერზე სხვა ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში ნიკამელიას მისამართით ბულინგი მუდმივ 24-სათიან რეჟიმში და ასეთი საქციელები რამდენად შეუქმნის ერთობას ვთქვათ პრობლემებს ამას ვკითხულობ ორი სიტყვით რა ვთქვათ და გადავიდეთ სხვა თემებზე სამომავლოდ რა თქმა უნდა შეუქმნის პრობლემებს თუ ეს ასე გაგრძელდება ცალსახად შეუძლებელია რომ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში იყოს ნებისმიერი არ შემიძლია არ ვკითხოთ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით. ეს აქცია რამდენად იქცა, ვთქვათ, პროტესტის შემოbrunება და თქვენი პარტია როგორ უყურებთ ამას და კოალიცია. 26 მაისის აქცია ცალსახად მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 26 მაისის აქცია პირველი აქცია იყო, რომელიც პოლიტიკოსების ორგანიზებით ჩატარდა, მიუხედავად აი ეს რაღაცა დამკვიდრებული მითი რომ თითქოს პოლიტიკოსების დაძახილზე ხალხი არ გამოდის ეს ასე არ აღმოჩნდა გამოვიდა უამრავი ოპოზიციას განწყობილია მოქალაქე და ვფიქრობ რომ 26 მაისის აქცია შედგა
რაც საფუძველია იმისა, რომ სამომავლოდ უფრო და უფრო მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გამოვლენ და გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას საჯაროდ მიუხედავად მე არ შემიძლია არ აღნიშნო რაიონებში არსებული დამოკიდებულება ხალხი ხელისუფლების მხრიდან ადამიანებზე, რომელსაც ეშინიათ საკუთარი პოზიციების გამოთქმა, მით უფრო დედაქალაქში წასვლა, მაგრამ მიუხედავად ასეთი დაშინების და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი რაიონიდანაც ჩუხატაურის რაიონიდანაც კი იყო ადამიანები თვითნაკადით თავისი შესაძლებლობების ფარგლებში წასული. თუმცა თქვენ ანუ წინა გადაცემაში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რაიონულმა ბესო ქათამაძემ აღნიშნა, რომ ეს ძირითადად თბილისის აქცია იყო. რამდენად თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? ცხადია, უმეტესი წილი ის გარშემო შეკრებილი ადამიანები იყვნენ, თბილისი იყო იქო ძირითადი ადამიანების რაოდენობა გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალიზებულად არ იყო ორგანიზებული რაიონებიდან ადამიანების ჩაყვანა დედაქალაქში, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი მოსახლეობაში იმდენად მაღალია ოპოზიციური განწყობა, იმდენად კრიტიკულად არიან ხელისუფლების მიმართ განწყობილი, რომ ადამიანები საკუთარი სახსრებით ჩავიდნენ თბილისში, მე რამ ვიცი, ჩოხატაურიდან რამდენიმე ადამიანი, რომელსაც სრულიად მისი კარგებით ამ სოციო-ეკონომიკის ფონდზე მოახერხებათ წავიდა ყოველგვარი პარტიის ორგანიზების გარეშე. გასაგებია. რახან რეგიონი ახსენეთ და ჩოხატაური საინტერესოა, მესმის რომ პროტესტი აქვს ჩოხატაურში, მაგრამ რამდენადაა მხარდაჭერილი ეს პროტესტი ოპოზიციის მხრიდან? ანუ რამდენად აქვს დღეს ოპოზიციას რეგიონში თავისი სათქმელი? ოპოზიციის მხრიდან რასაკვირველია გამოხატულება იმაში პოვებს, რომ ხართ უჭერთ მოსახლეობის განწყობებს, ეგედა რომ მოგეცემა თქვენი პოლიტიკური დაგეგმების ძალიან დიდი ნაწილი და პოლიტურად აქტიური ადამიანები უბრალოდ უკანონო ციხეში არიან და შესაბამისად ამ ეტაპზე მოსახლეობის ასე ვთქვათ არდაკარის პრინციპით შემოვლა რაიონებში ჩამოსვლა ამ მდგომარეობით ვერ ხერხდება და რა არის ამის მიზეზი თქვათ ხო რომ ლიდერები ოპოზიციური ლიდერები ვერ ახერხებენ თქვათ რეგიონებში ჩამოსვლას და კონკრეტულად გურიაში და თავიანთი სათქმელის პირდაპირ მიტანას მოსახლეობამდე რაც მიზეზი ამ ყველაფერს მიზეზი როგორც აღნიშნე არის ის რომ ლიდერების უმრავლესობა ციხეშია ვინც კარიერა ის ადამიანები 24 სახსიტო ვერ ვიყრი მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის მოსახლეობასთან არიან ამ შემთხვევაში აქცენტი მაქვს დედაქალაქის ირგვლივ და როდესაც ოპოზიცია დაორგანიზდება რაიონულ მიმართულებით რეგიონებში ჩასვლას ცხადია ეს იქნება ჩოხატაურშიც ჩამოსვლა რაიონული ორგანიზაციების. თქვათ, მაშინ რა არის თქვენი სათქმელი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ოპოზიცია მხოლოდ თბილისშია ორიენტირებული და არ აინტერესებს, თქვათ, რეგიონებში რა ხდება. აი კონკრეტულად, მაგალითად, ჩოხატაურზე თუ გეშაგილიათ გითხრათ, რა არის დღეს ჩოხატაურის მთავარი პრობლემა, რას ითხოვს ხალხი და რასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები? რაც შეეხება კონკრეტულად ჩოხატაურის ჩოხატაურში მოგეხსენებათ პრობლემების უამრავი ჩამონათვალი შეიძლება იყოს პირველ რიგში სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური სიძულჭირე, ექსტრაქტებს და არ შემიძლია არ შევეხო სოციალური მიმართულებით
ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ რეფორმას სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსახლეობის ჩოხატაურში მაცხოვრებელი სოციალურ დაუცველთა უმრავლესობა აბსოლუტურ კრიზისში ჩააგდო და ელვისის რაბით ხდება სოციალური დახმარებების მოხსნა ადამიანებზე, ეს ძალიან მკვეთრად დაისახება ისედაც და ბოლო კითხვა თუ შეიძლება ბატონო ბაჩო, რა იქნება თქვენი პარტიის მთავარი აქცენტები, მთავარი გეგმა, ვთქვათ, იმისთვის, რომ დაგიჯეროთ მოსახლეობამ და თქვენზე გააკეთოთ თქვენს პარტიაზე, თქვენს კოალიციაზე გააკეთოს არჩევანი. ჩვენი პარტიის გეგმა, როდესაც დაიწყება უკვე საარჩევნო კამპანია, პარტიაში მოგეხსენებათ თავის სტრატეგიას გააცნობს თავის ამორჩეველს და ამორჩეველიც მკაფიოდ განსაზღვრავს შემდეგ ვის უნდა დაუჭიროს მხარი ჩვენს პარტიას თუ სხვა კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებს. ვფიქრობ ჩვენი კოალიცია ეს არა გასულ არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ დაანახა მოსახლეობას რა არის შესაძლებლობები აქვს, როგორი ხედვები აქვს სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით და კიდევ უფრო და უფრო სხვადასხვა ხედვებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს სტრატეგიას ამორჩევლებს თუ როგორ და შეიცვალოს ხელისუფლება. მადლობა დიდი. მადლობა ბატონო ბაჩო, დროის გამონახვისთვის და ჩართვისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო კოალიცია ცვლილებისთვის რაიონული ლიდერი ჩოხატაურიდან ბაჩო ახალაძე. მადლობა კიდევ ერთხელ.